მღვიმევის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრიდან საუკუნეები იმზირებიან. მღვიმევის სამონასტრო კომპლექსი მე-13 საუკუნით თარიღდება და ძმების რატი და ნინია კახაბერიძეების მიერ არის აშენებული. ეს აშენის რაჯის ერისთავება რატანიანია კახაბერიძეებმა, რომლებიც ფრესკებიც შემორჩენილია. აი აქ როდესაც გაიწვევდა ტაძარი რესტავრაცია რო გაუკეთა, მაშინ გამოჩნდა, მაგრამ არ ჩანდა ეს მონაკვეთი. ეს შუაში არის ერთ-ერთის მეუღლე და რომის მეუღლე ნამდვილად არ ვიცით. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისგან შედგება. არქიტექტურული ნაგებობებია სამრევლო და მონაზონთა სენაკები. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. მისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია. აქ დაბრძანებულია წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები. ეს ახლა ამოღებული აქ სარესტავრაციო და წაღებული თბილისში მაღლაც მოხსნილია სარესტავრაციო და წაღებული. ეს არის ერთ-ერთი უძველესი კანკელი, ხის კანკელი ამ ხნის შეიძლება აღარც იყოს საქართველოში. ეს ხატი და ის მეორე წმინდა გიორგის ხატი ეს 1900 წელს არის შემოწერილი. ორივე სასწაულმოქმედი ხატია. მღვიმევის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში. ახლა მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სამონასტრო კომპლექსი შენდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ვიძინების სახელობის ეკლესია, სატრაპეზო და მონაზვნების საცხოვრებელი სენაკები. მათგანზე იყო ყოფილა სამრევლო სკოლა, რომელიც დაარსა აქ მოღვაწე მღვდელმა ბესარიონ ვაშაძემ, რომელიც 37 წელს იქნა დახვრეტილი. ეკლესიის აშენება განაპირობებდა და მონას სჭირდება ცალკე ეკლესია, სადაც ჩატარებაში და მონასტრული წირვა ლოცვები. ხოლო მონასტერს არ აქვს სატრაპეზო სასადილო, რაც აუცილებელია მონასტრისათვის. და ხოლო კედლების აშენება განაპირობა იმან, რომ მონასტერი ფართოვდება და მოითხოვა მონასტრის გაფართოება კედლების აშენება. ახალი სამონასტრო კომპლექსი ჭიათურას აჩხერის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით აშენდება. სამუშაოს ასრულებენ ჭიათურის ხელოსნები და მუშები. საფუძველი ჩაასხა ბატონმა ავთადი ლასანძე ჭიათურის მუშებთან ერთად. ხოლო ნაგებობას აშენეს ბატონი ბადრი კვანტალიანი, ასევე ჭიათურელი მუშებთან ერთად. მშენებლობის მთავარი ხელმძღვანელი და წარმართელი გახლავთ მონასტრის სულიერი მოძღვარი, მღვდელმონაზონი ბასი ძალაანთხევი წმინდა ბასიდის მონასტრის მაშენებელი და წინამძღვარი. აი მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე ძირითადი მშენებლობები აქ რაც კეთდება. პროექტი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის არქიტექტორმა რუსუდან გურამიშვილმა შეადგინა. მშენებლობის კონსტრუქტორი საპატრიარქოს თანამშრომელი როლანდ ჟორჟიკაშვილია. პროექტი 2013 წელს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის სხდომაზე დამტკიცდა. ეს არის სამრეკლო, ეკლესიას მოყვება თავისთავად. ეს ერთი ეკლესია როავა ზემოთ ერთი სართული. შეხედე ეს უკვე მოწყდა ეს არის უკვე კრუგის დასარტყმელი. ეკლესიას კრუგს დაარტყა. აივნები დაარტყავს მთლიანად კრუგს. ეს არის სამრეკლო და ეს არის სატრაპეზო. სატრაპეზოში აი ამ მოჭრილში მოყვება საბაგირო. მშენებლობა გასული წლის მარტში დაიწყო. ამჟამად შენობების საძირკველი უკვე ჩასხმულია. ეს ტერიტორია, აი ეს რაც ჩანს, ეს ფართი არის სამრეკლო. სამრეკლო როგორც აუცილებელი და როგორც წესი და კანონია ეკლესიას ჩვეულებრივად მიყვება მშენებლობაში. როგორც ეკლესია აშენდება, ისე მიყვება სამრეკლო და იქნება საფუძველი ამ შენობას, ეკლესიას და ამ სამრეკლოს აქვს ერთი და იგივე. ამას მოყვება დედების საცხოვრებელი, ანუ კელიები. კელიები თავისთავად ცოტა ზემოთ არის, მაგრამ ჩვენ ამ ეკლესიას აივნები გადადის, უკავშირებთ ჩვეულებრივად, აივნებს დაემატება საფეხურები და კელიებში ჩვენ შეგვეძლება გადასვლა ჩვეულებრივად. ნაგებობები ანანურის ქვით უნდა აშენდეს. ინჟინრის ავთანდილ ასანიძის ინფორმაციით, მასალები საკმარისია და მშენებლობა უშუალოდ მომავალი კვირიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე რაც უნდა დავიწყოთ მშენებლობა, იმისთვის საკმარისი მასალები გვაქვს, მაგრამ დროდადრო თავისთავად შემოგვამატებენ ყველაფერს და თანდათან ამოვზიდავთ. სამონასტრო კომპლექსი შემოწირულობებით შენდება. ანგარიში საქართველოს ბანკშია გახსნილი. ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს ტაძრის მშენებლობაში და იმდენი თანხა ჩარიცხოს, რამდენი შესაძლებლობაც აქვს. ძალიან გვეხმარება ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი ტაძრის მრევლი.
ასევე გვეხმარება დიდი მადლობა გვინდა მოუხადოთ ჯორჯიან მანგანიძის ხელმძღვანელობას, ბატონ აკაკი გურჯიძეს და ბატონ ნიკოლოზ ბინდიუქს. ასევე მინდა მადლობა მოუხადოთ ქალაქის ხელმძღვანელობას, ბატონ სულხან მახათაძეს და ფინანსების დირექტორს გივი კიკნაძეს. და ასევე გვეხმარებიან სხვა კოოპერატორები, რომლებიც მუშაობენ ჭიათურაში და განსაკუთრებით გვეხმარება ერთი ამერიკელი ქალბატონი ნადეჟდა გოცირიძე კოლუმბუსი, ასეთი ქართველი ამერიკაზეა დაოჯახებული და დიდ დახმარებას გვიძებს ეს ადამიანი. მამა გაბრიელი აცხადებს, რომ ღვთისნებითა და კეთილი ადამიანების შეწევნით შიდა სამუშაოები სავარაუდოდ სექტემბერში დასრულდება.